მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც შეგპირდით, დავიწყოთ პირველი გაკვეთილიდან და ეს გაკვეთილი შეეხება პროგრამას, რომელსაც ეწოდება CapCut. მოდით ჯერ პირველ რიგში გავიგოთ თუ როგორ უნდა გადმოვიწეროთ ეს პროგრამა, ხო? ეს არის პირველი ეტაპი, რის შემდეგაც ჩვენ უკვე ვისწავლით თვითონ CapCut-ში როგორ ვიმუშაოთ, ხო? კი ბატონო, პირველ რიგში ჩვენ შევდივართ Play Store-ში. ყველას გაქვთ ეს ტელეფონზე Play Store-ი, დაუკვირდით კარგად როგორ გამოიყურება ეს. შევედით. და აქ როგორც ხედავთ, მაღლა ვწერთ სახელწოდებას ამ პროგრამის, ხო? როგორც ხედავთ, მე უკვე მიწერია CapCut. და ამოგიგდებთ, ხო? ასეთ ლოგოტიპს. რომელსაც მარჯვენა მხარეს დაეწერება, რომ გადმოტვირთეთ, ხო? როგორც ჩვეულებრივად გადმოიტვირთავთ ყველა სხვა პროგრამებს, ისევე ესეც, ხო? და დააწვევით იმ გადმოტვირთვას და როდესაც უკვე ჩვეულებრივად გადმოიტვირთება, ასე დაეწერება, როგორც აქ არის. მე რუსულად მაქვს პროგრამა, იმიტომ რომ მე მაქვს რუსული განათლება, უმეტესმა თქვენგან მაიცის, თუმცა რა თქმა უნდა, ფლობ იმ სხვა ენებსაც. მაგრამ ძირითადად იქიდან გამომდინარე, როდესაც გაქვს განათლება მიღებული სკოლა თუ უნივერსიტეტი ყველაფერი რუსულად გაქვს დამთავრებული, ფაქტია რომ ეს ენა ჩემთვის ბევრად მოხერხებულია. მაგრამ თქვენთან დაიწერება ინგლისურად თუნდაც, ხო? და გახსნით ამით და შეხვალთ ჩვეულებრივად და დაიწყებთ მუშაობას პროგრამაში. ეს აუცილებელია თქვენთვის, რომ იცოდეთ, ისწავლოთ იმიტომ რომ რახან ბიზნესში ხართ, თქვენ გჭირდებათ ვიდეო რგოლები, ჩამოჭრა, შეერთება სხვადასხვა ფირების, ხომ? ასევე რაღაცა სილამაზე რომ მისცეთ თქვენს ვიდეო რგოლს, ასევე ხმა რომ დაადოთ ვიდეო რგოლს და მრავალი ფუნქციები, რომელიც არის ამ პროგრამაში. თუმცა ალბათ ყველა მარიცით, მაგრამ უმრავლესობა ჩემი ლიდერებიდან თუნდაც იციან ის, რომ მე ამ CapCut-ით იშვიათად, ასე ვთქვათ, ვიყენებ ამ პროგრამას. რადგან მე მაქვს პროფესიონალი და იმ პროფესიონალით ვაკეთებ თუ რამე ვიდეოს გაკეთება მჭირდება. კი ბატონო, ზოგჯერ ვიყენებ ამასაც, იმიტომ რომ მარტივია, ასე ვთქვათ, გამოყენებაში მარტივია საკმაოდ და თქვენთვის განსაკუთრებით ვისაც არ აქვს ჯერ ისეთი გამოცდილება ასეთ რაღაცაში, უბრალოდ 60-ია რომ მიტყვიან მართლა ძალიან მაგრად წაგადგებათ თქვენს ბიზნეს საქმიანობაში. ამიტომ დავიწყოთ, ხო? გადმოწერის პროცესი გითხარით, ეს არ არის რთული, ეს როგორც ჩვეულებრივად მანამდე რაღაცას იწერდით, სწორედ ასე უნდა გადმოიწეროთ Play Store-დან. კი ბატონო, გადმოიწერეთ და ეხლა უნდა შევიდეთ და დავიწყოთ მუშაობა CapCut-ში. შევიდეთ. აქ ხედავთ სხვადასხვა ფუნქციებს. მე ხა ფასიანი მაქვს, ცოტა უფრო მეტი ფუნქციები მაქვს, ვიდრე უფასოს შეიძლება გქონდეს, მაგრამ პირველი ეტაპისთვის თქვენ უფასოც გამოგადგებათ აუცილებლად, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს უფასოსაც. უბრალოდ იქ ცოტა წამოტებული ფუნქციებია, რომელიც უკვე სურვილისამებრ თქვენ დაგჭირდებათ, რომ ის ფუნქციებიც დაამატოთ, არ არის ისეთი ძვირი, ფაქტიურად რამდენს ვიხდი, აღარ მახსოვს ზუსტად, სადღაც $11 თუ $21, აღარ მახსოვს ზუსტად, ყოველთვიურად ვიხდი, უფრო 11 ასე მახსოვს, ყოველთვიურად ანგარიშიდან მიმდის ეს თანხა და ასეთი სახით ვიხდი ამ პროგრამას. იმიტომ რომ ზოგჯერ რა თქმა უნდა მეც მჭირდება, ახლა იქ პროფესიონალში რომ შევიდე, იქ აუცილებლად მე კომპიუტერით უნდა შევიდე, ან ნოუთბუქით, მაგრამ ტელეფონში ეს მჭირდება უფრო და ტელეფონით თუ ვაკეთებ რამეს, რა თქმა უნდა ვიყენებ ამ პროგრამას უშუალოდ. არის კიდევ სხვა მრავალი პროგრამები, რომელსაც მე ვიყენებ, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, მრავალფუნქციონირებადი და ამიტომ ძალიან მომწონს და მიყვარს ეს პროგრამა. მოდით შევხედოთ, ხო, აქ რა ფუნქციები აქვს, ხო, დაახლოებით ეს არის თქვენი დავუშვათ გარეგნობის მოწესრიგება, თუ გაქვთ ამის სურვილი. ეს არის ავტოფუნქცია, სადაც უფრო აუმჯობესებს თქვენს ვიდეოს თუ ფოტოს. ეს ინსტრუმენტები ფოტოსთვის, ეს
რედაქტირება კომპიუტერის ფუნქციამ, ეს ავტომატიკა, ეს შევცვალოთ, რომ დავაწვევით ფაქტია, რომ შევყავართ უკვე რედაქტირებაში და იქ უკვე არის ფუნქციები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ეს თუ გვინდა რომ ახალი ვიდეო შევქმნათ და ასევე რედაქტირება გავაკეთოთ ზოგიერთი უკვე არსებული ვიდეოსი და აქ ფოტოს რედაქტირება. თუ გინდათ ვიდეოს რედაქტირება აქ აწვევით, თუ ფოტოს მაშინ აქ აწვევით. დაახლოებით ეს ზოგადად ერთი პატარა მონახაზი. და ახლა შევიდეთ, დავუშვათ ვიდეოს რედაქტირებაში შევიდეთ, ხო? შევიდეთ. ვიდეოს რედაქტირებიდან ჩვენ უნდა ავირჩიოთ რომელიმე ვიდეო, რისი რედაქტირებაც გვინდა. მაგალითად ავირჩევ უბრალოდ ფოტოს და ფოტოს ვაქცევ ვიდეოდ, ხო? ავიღოთ ეს მაგალითად ეს ფოტო. დავამატოთ და შევედით რედაქტირებაში. ახლა ამ ფოტოზე მოდით გავაკეთოთ რა.